ეს არის ჩემი შედეგები, მეგობრებო, მე თვითონ ავკინძე ჩემი ხელით. კი, ახლა მანდამაიც ისი არა როგორც გვინდა, მაგრამ არაუშავს. ეს არის ფსორიაზის ეს ძველია. ეს არის ფეხი, რომელსაც ქონდა ვენური უკმარისობა ამ ადამიანს და ეს არის ბოლოს შედეგი ამისი. აი, ნახეთ, მეგობრებო, აი, ბოლოს შედეგი, 100%-იანი შედეგი, არაფერი არ ეტყობათ, მეგობრებო. აი, ეს არის ბავშვი, რომელსაც სახე დაეწვა და მერე გადაკრულ მდგომარეობაში სავანტყოფოში უთხრეს, რომ ჭირდებოდა გადანერგვა და მომიყვანეს მე 11 დღის შედეგი ხედავთ, მეგობრებო, თქვენ თვითონ საუკეთესო. ეს არის ჭინჭრის ცირება, დიდი წლები აწუხებდა ამ ქალბატონს და ესეც კიდე მე მოვარჩინე ჩემო მეგობრებო და ჩემო მალამო. ეს არის განგრენა, რომელიც მოსაჭრელი იყო და ჭრიდნენ ამ ფეხს, მეგობრებო. ამ ჩემო მალამომ ამოასუფთავა, გაწმინდა, გააკეთა თავისი ყველაფერი, უკვე მორჩენილია ეს, მეგობრებო, უბრალოდ მე არა მაქვს სურათი და რატომ არა მაქვს? იმიტომ რომ ამ ადამიანმა გამაგზავნია მეორეჯერ მოტყვილებით 2 დღეში ჩაგირიცხაო და მერე გადამაგდო და დამბლოკა. აი, ამიტომ არა მაქვს სურათი. ისე მორჩენილია, მეგობრებო. მორჩენილია. აი, დიაბეტიანი ტერფი, მეგობრებო, რა შვება ეს დიაბეტი ცოტა საფრთხილოა, უნდა მოერიდოთ ზედმეტად, ან არ მოიფხანოთ, ან რამე არ გეედვეთ მცენარეს, არამედ და აი ასე შემდეგ, ჩემო მეგობრებო. ეს დიაბეტიანია, მეგობრებო. აი, როგორ ქონდა ამ ადამიანს ფეხი, ფრჩხილები, ისვა, ზელიონკა, ბეტადინი დაიწვათლა და გაინადგურა. აი, მერი 100 აქვს უკვე. აი, ეს ბავშვი, მეგობრებო, ეს არის 7 წლის ბავშვი, რომელსაც პატარაობიდან ქონდა რაღაცა, გამოდიოდა, გაუკეთებდნენ ოპერაციას და იგივე მეორდებოდა, მერე ისევ ამოდიოდა, მეგობრებო, და აი, ღმერთის წყალობით ისი ამოაგურა ჩემო მალამო, აი, ეს როგორ ამოაგურა, ნახეთ, მეგობრებო, სასწაული პირდაპირ. ეუბნებოდნენ, რომ რაღაცა უცხო სხეულიაო და ეს უცხო სხეული ამოაბრუნა ჩემო მალამო. ეს არის დიაბეტიანი ადამიანი, რომელსაც აქვს დიაბეტი და აი 8 თვის შედეგი, მეგობრებო. აი, როგორ ქონდა ფეხი? ეს როგორ აქვს, შეხედეთ, მეგობრებო, თქვენ თვითონ ხედავთ ყველაფერს. აგერ შედეგს. ეს არის დიაბეტიანი ქალბატონის ფეხი კიდე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ გაასუფთავეს, გაწმინდეს, მაგრამ მერე ბეტადინებით ისეთი უარესად გაუნადგურდა ფეხი და დღევანდელი შედეგი არის ჩემი, რასაც ხედავთ. აი, ეს სასწაული, მეგობრებო, მადლობა ღმერთს. ეს ადამიანი, ხედავთ ამ ფეხს, ეს იმდენად გაქვავებული იყო ის ცალი ფეხი, რომ 2 წელიო, ვინც წაიღო მალამო იქეთ დასავლეთში, მითხრა, რომ 2 წელი არ გამოსულა ქუჩაში ეს ახალგაზრდა ბიჭი, მეგობრებო, ახალგაზრდა კაცი არ გამოსულა ქუჩაშიო. წაიღო მალამო, იმიდან საბერძნეთში უყიდა ქალმა, თვითონ არ აქვს საშუალებაო და მე ესე იგი სასწაული ვნახეთო 3 დღის მერე მალამოს დადების წასმის შემდეგ ეს ადამიანი ესე იგი გამოვიდა 6 დადება წამალი ქუჩაში გამოვიდაო და ძალიან კმაყოფილები იყვნენ ეს ადამიანები. ეს არის, მეგობრებო, დიაბეტიანი პაციენტი კიდევ ერთი, რომელსაც ვენების ოპერაცია გაუკეთეს და ვენები ამოაცალეს. და ამის შემდეგ წავიდა პობა, ხედავთ, აგერ თქვენ თვითონ, მეგობრებო, არ შეუხორცდა და მერე მომაკითხეს მე და კი ხედავთ, აგერ ჩემი შედეგი, მეგობრებო, რა ხდება. ეს ადამიანი კიდე 15 წელი დიაბეტიანი, აი, ასე აქვს ფეხები, განადგურებული ქონდა, ჩემთან რომ მოვიდა, ამერიკიდან უყიდა ქალბატონმა მალამოს საჩუქრად, მეგობრებო. მაგრამ როცა გადახედა ჩემს გვერდს, გაგეცინებათ და მე ყველაფერს სიმართლეს ვამბობ, როცა გადახედა ჩემ გვერდს, მითხრა, რომ მე შენ მალამოს ვერ წავისმეო, იმიტომ რომაო, შენო ნაციონალთანა გაქვს სურათი გადაღებულიო, ნაციონალთანო, გაიგე? სული მწარია, წაისვა მორჩა, მეგობრებო, ეს ადგილი, ყველაფერი კარგად ქონდა, შეხედეთ აღარ თქვენ თვითონ აგერ. ხო, მაგრამ მე ვერ მაპატია ნაციონალთან სურათის გადაღება. აი, ასეა, მეგობრებო.
მე არ მაინტერესებს არც ნაცი, არც ქოცი, არც ებრაელი, არც სომეხი, არც თათარი, არავინ, ყველა ჩემი ხართ. აი ესაა ჩემთვის მთავარი. ეს ნაწოლები, ბებია, საჯდომი, თუ ბაბუასი, ეს ფეხები, ქუსლები საერთოდ არ გქონდა და შენ წარმოიდგინე ქუსლი ამოიყვანა მალამომ. აგერ ხედავთ. სოკო, ჩხილი სოკო, ფსორიაზი, ყველაფერს გაჩვენებთ მეგობრებო. ფსორიაზი, აგერ ეს არის თმის ჩახვევა გუდუსუნზე, დღეს კარგად აქვს უკვე. დამწრობა, ყველაზე რთული სიტუაცია დამწრობა, შეხედეთ მეგობრებო, როგორ ქონდა დამწვარი. 25 დღეში შეიძლება ეს ასე რომ მოხდარიყო, სასწაულის გარეშე არ შეიძლებოდა, მაგრამ მოხდა. მადლობა ღმერთს ამისთვის. სოკო, ქალბატონო მანანა მადლობას გიხდიო. დიდი ხანი იწვალა ამ ქალბატონმა, საზღვარგარეთ არის, ვერაფერი ვერ უშველა და ჩემმა მალამო მოარჩინა. ეს არის წითელი ქარი, თქვენ როგორც ამბობთ, რომ წითელი ქარია მეგობრებო, მაგრამ დიაბეტიანს დაემთხვა და ამიტომ 8 თვე მოუდი ამის მორჩენას მეგობრებო. ეს არის კუდუსუნი, რომელიც აქვს ადამიანებს ჩაბრუნება, ჩახვევა და საშინელება, დღეს უკვე მორჩენილი ჩემს მიერ. ეს არის ფეხი საშინელების, რომელიც მე მოვარჩინე და ის იქეთა მაქვს, მე მგონი სწორად არ მას მიქნია, ჩამიმაგრებია. ხო, სამწუხაროდ იქეთ გაჩვენებთ ახლა. ეს არის კიდე თითები, ჯერ ერთი თითი მოჭრეს, მერე მეორე მოჭრეს მეგობრებო. მერე ესე აყვეს და ცერა თითი რო დარჩა ფეხზე, ისე ცოტა ისე რო დარჩა, მერე მოვიდა ჩემთან ეს ადამიანი და გვაქვს საუკეთესო შედეგი მეგობრებო. აი ასე, აი ეს კიდე რატო ვიძახი რომ არ უნდა იხმაროთ ზელიონკა ჩემო მეგობრებო, იმიტომ რომ წვავს და ანადგურებს. ამ ადამიანს ჰქონდა წითელი ქარი გამოდიოდა სითხე ჩემო მეგობრებო, მე ასწავლეს რომ ზელიონკა და აი მეგობრებო შიგნით დაულპა ეს ფეხი და კიდევ კარგი ჩემმა მალამო მოარჩინა. ეს არის ტერფის სოკო სინამდვილეში, რომელიც ფსორიაზად იყო მონათლული ჩემთან მოსვლამდე. და ფსორიაზის მალამოებით მკურნალობდნენ და ვერ უშველეს და ჩემმა მალამო მადლობა ღმერთს მოახდინა აქაც სასწაული და მისი მადლობაც აგერ არის ჩემო მეგობრებო. თუ არ მენდობით წაიკითხეთ, თუმცა ბევრსა გაქვთ უნდობლობა რაღაცნაირად. არა უშავს. აი ეს კიდე ტერფის სოკო ჩემო მეგობრებო. აი შეხედეთ, დაიწვა ამან ასწავლა ვიღაცა ძმარი, ვაშლი ძმარი და თლაგა დაიწვა ის ფეხები. ზრდის მოვარჩინეთ მერე მეგობრებო. აი ასია ყველაფერი ფეხებზე არ უნდა წაისვა. სად ძმარი და ჭრილობა. აი ეს მეგობრებო. კიდე სოკო. ერთი წუთით. გადავხჩალოთ ეს ბავშვი. წლობი იტანჯებოდა ამითი, რომ ესე იგი უშუპდებოდა ეს ადგილი და ეწვებოდა და დამწვარი ქონდა და მერე აი უკვე ასე აქვს. ესეც კი დედამისის ვერავინ დამაჯერებდა, რომ ეს ფეხი შეიძლებოდა ასე მალე მორჩენოდაო. აი ასეა ჩემო მეგობრებო, ადამიანები ხმარობენ მალამოებს, მაგრამ არ უხდებათ. ზოგ შემთხვევაში ყველგან ხო არა ასე. ესე ჩემი მალამოს შედეგი მეგობრებო, ტერფზე რა დღეში ქონდა? ეხლა რა დღეში ახსა? აი ასეა. ესეც ფჩხილი 3 თვე ეს ფჩხილის მოვლას შეხედეთ როგორ აქვს დღეს მეგობრებო. ასეა. დღე და ღამე ისმევდა და ულიდა ეს ადამიანი რომ ეს ფჩხილი, აი კიდე ფჩხილის სოკოც მეგობრებო როგორი აქვს და როგორია დღეს, როგორი იყო ჩაბრუნებული ფჩხილი მეგობრებო, აი აგერ და წერს დიდ ფჩხილზე შიშავე და სიცარიელი მქონდაო, შუაში სისხლი და ჩირქი მდიოდა, ეხლა ასე აქვს. აი ეს არის თქვენი წამლის შედეგი. სოკოზე ფჩხილის ჩაბრუნება მქონდა და ისე აღარ არის. მადლობა თქვენ, ოქრო ხელებაო. აი ესეც შენახული მაქვს, ეს ჩემი ბეჭდა მეგობრებო, ეს რო სხვაგან წავიღო ქვეყნის თანხა დამიჯდება, ამგეის დაბეჭდა. აი ამას კიდე გაუჩდა ფჩხილის გაკეთების დროს სოკო მეგობრებო, წლები კი არა, მე მგონი ხო რა, წლებიო გონი ასე ვიცი და აი ახლა როგორ აქვს ჩემი მალამოს მერე, მაგრა 5 თვე მეც მოუდი მაგის მორჩენას. აი ეგრეთ წოდებული სინამდვილეში სოკო ტერფის, მაგრამ ფსორიაზის კუთხით 2 წელი მკურნალობდა ეს ადამიანი. ჩემთან რომ სურათი გამომიგზავნა და მითხრა რომ მაქვს ფსორიოზი და ნახე სურათი, მე უთხარი ეს არის სოკო. ცოტა შემომედავა, იმიტომ რომ რას ქვია უკაცო, სახლე გავყიდებინა ამის გამო და 2 წელია მკურნალობო.
3 4 თვეში არაფერი არ ქონდა მეგობრებო ამ ადამიანს ფეხზე. ესე იგი მივიყავი მართალი მეგობრებო. აქაც ეს გამონაყარი, აი ნებისმიერი სირთულის შეხედი, ამას წლები ქონდა ეს პრობლემა და აი ჩემო მალამო მოუგვარა. ეს ნახული გვაქვს უკვე რატო შემექნამდე. აი ესეც კიდე დამწრობას კიდე ნახული ორი. აი ის ფეხი წეღა რო განახეთ თქვენ მე არასწორად ჩამიმაგრებია. აი ეს ფეხი, ორივე ფეხი ასე დღეში გონდა ამ ადამიანს. მოუნდით 8 თვე მკურნალობა, შედეგი გვაქვს საუკეთესოა, მალამოსი და აი დიაბეტიანი. ხედავთ თქვენ თვითონ რა ხდება. რაც შეეხება ქუსლები არ ქონდა ადამიანს, შეხედეთ მეგობრებო, უკვე ქუსლები აქვს. სასწაული არ არის მალამოს ჯერ ასუფთავებს და მერე ქუსლები ამოყავს. აი აგერ მეგობრებო. ეს არის ნაწოლების საჯდომი საერთოდ არ ქონდა ამ ადამიანს განადგურებული ქონდა, აი დღეს აგერ არის.